რასთან უნდა იყოთ ფრთხილად წლის ბოლომდე? ორი ვარიანტი იქნება. მოდით ქვების მიხედვით აირჩიეთ. პირველი ვარიანტი იყოს აი ეს ამეთვისტო, მეორე ვარიანტი იყოს შავი მთვარის ქვა. შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარში რომელი არჩიეთ, პირველი თუ მეორე ვარიანტი. სანამ და ვარიანტების განხილვას დავიწყებთ, მანამდე სიახლეს გეტყვით, რომ შეგიძლიათ შეიძინოთ ენერგეტიკული წმენდითი სანთლები ჩემგან, პირად შეტყობინებაში მომწერეთ ამისთვის სიტყვა სანთელი ან სურს სანთლის შეძენა და აგიხსნით პირობებს და წესებს. ეხლა დავიწყოთ პირველი ვარიანტი, ანუ ამეთვისტო ვინც აირჩიეთ, რა ხდება თქვენთან, რასთან იყოთ ფრთხილად. პირველ რიგში აქ არსებობს ადამიანი, რომელიც შესაძლებელია თავის ნამდვილ სახეს მალავს და არის ორმაგი სახის პიროვნება. ანუ შეიძლება თქვენ პირში გიცინით, მაგრამ ზურგს უკან საერთოდ არც ისე პატიოსან თამაშს თამაშობს, ანუ აი ნიღბიანი ადამიანია თქვენს ირგვლივ. შესაძლებელია ასეთი ადამიანისგან წამოვიდეს გარკვეული შემოთავაზება, რომელიც თავიდან ლამაზი, მომხიბვლელი, სასიამოვნო, კარგი იყოს, მაგრამ არ დათანხმდეთ, იმიტომ რომ ამან შეიძლება რაღაც დანაკარგებში გაგიყვანოთ და გარკვეულ პრობლემებსა და კრიზისებში. ანუ იყავით შემოთავაზებებთან ფრთხილად, რომელიც მოდის არასანდო ადამიანისგან და არა გულწრფელი ადამიანისგან, ანუ მატყუარ ადამიანისგან შეიძლება გქონდეთ რაღაცა შანსი. ანუ შეიძლება ისე გაჩვენოთ და ისე გაჩვენოთ, რომ აი ნახე მე რა კარგი ვარ და მე შენთვის კარგი მინდა და ამიტომ გეუბნევი შენ და ამიტომ გთავაზობ. მოგეთ ფრთხილად იყავით გავს რამესთან, რადგან არ ამგონია საბოლოოდ თქვენთვის კარგად დასრულდეს ეს უფრო პრობლემატურ სიტუაციებში ჩაგაგდებთ. ეხლა რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ანუ ვინც აირჩიეთ, აი ეს ქვა, შავი მთვარის ქვა. მეორე ვარიანტს გეტყოდით, რომ ანუ აქაც გარემო არ მომწონს. აქ პირველ ვარიანტში თუ ერთი კონკრეტული ადამიანი ყო, აქ შეიძლება წრე იყოს საერთო ჯამში, არასასკეთილი განწყობილი და არასასრულია ირგვლივ ადამიანები, ან თქვენ ვინც გონიათ რომ მეგობრები არიან, შეიძლება კოლექტიური სიტუაციები იყოს, რომ ნუ აქ არასასურველი სიტუაციაა. შეიძლება ამ ადამიანებს თქვენგან უნდოდეთ თქვენი კეთილდღეობის წართმევა, თქვენი ჯანმრთელობის წართმევა, თქვენი დაზიანება, აი რაღაცის მითვისება, მოპარვა, ქურდობა, არაკეთილსურვილები, არაკეთილი განზრახვები ამოძრავებდეთ. მეორე ვარიანტი ამიტომ ფრთხილად იყავით იმ წრესთან, სადაც ტრიალებთ და ვიშით ტრიალებთ, თქვენ უგონიათ, რომ თქვენს ირგვლივ ვინც არის და ვისთანაც გულგახსნილები ხართ, ბოლომდე შეიძლება ისინი იგივე დამოკიდებულებით არ იყვნენ პირიქით აქ დანაკარგებთან, გასესხებებთან, მიცემებთან, ნივთებთან, ფრთხილად იყავით ეს ერთი თვე, რადგან რისკებია, აი შეიძლება ახლობლისგან მოხდეს მაგალითად ქურდობა, ან რამენეთის მოპარვა, ამიტომ გაფრთხილდეთ მეორე ვარიანტი ნივთებთან და ახლობლებთან და სანამ ვინმეს რაიმეს ეტყოდით თქვენ შესახებ, კარგად დაფიქრდით, არის თუ არა ეს ადამიანი სანდო და გზას რომ მიიღოს თქვენი ბედნიერება და გაიზიაროს თქვენი სიხარული. ბალანსისთვის თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ.